რატომ არის ნაკვეთის ნიადაგი ბევრად მნიშვნელოვანი ვიდრე საძირკველი? ვისაუბროთ ამ თემაზე. პირველი, რატომ არის აუცილებელი რომ გეოლოგია გაკეთდეს თქვენს მიწის ნაკვეთზე? იმიტომ რომ გეოლოგია გვაძლევს ჩვენ სრულ ინფორმაციას ნიადაგის შესახებ. პირველი, რა დატვირთვას იღებს ნიადაგი, რა სიღრმის ქვაბული უნდა გაიჭრას, რა სიღრმეშია ნიადაგის წყლები და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვაბულის ამოღებისას მივიდეთ იმ მაგარ ნიადაგამდე, რომელიც არის ჩვენს გეოლოგიაში. რატომ? ბევრს გონია, რომ ამ სიღრმეზე არ ჩავალ და ზემოდან დავასხავ მეტ ბეტონს და საძირკველი იქნება ნორმალური. არა, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. სახლი უკავია თქვენს ნიადაგს, თქვენს მიწის ნაკვეთს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის დავიდეთ იმ მყარ ნიადაგამდე და იქიდან დავიწყოთ ამოსვლა. რას ქვია ამოსვლა? ანუ ეგრეთ წოდებული პადგატოვკა. სწორედ უნდა მოიდგებნოს ის ადგილის ქვაბული. დაიყაროს ღორღია თუ ბალასტია, გაკეთდეს დაისხას დაბალი მარკიანი ბეტონი, მოსამზადებელი ეგრეთ წოდებული პადგატოვკა და ამის შემდეგ უკვე ამოვიდეთ და დავიწყოთ საძირკველის მოწყობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე, რაც შეეხება კითხვებს შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, რაც შეეხება თქვენი სახლის მშენებლობას, დამიკავშირდით, გამომიგზავნეთ პროექტი და დაგისვით ხარსაღრიცხვას.